პროტეინ ბარი ყოველთვის ცილის კარგი წყარო არ არის და ზოგჯერ ტკბილეულს უბრალოდ ზვირადღირებული სპორტული ფორმაცია. შენ შედიხარ მაღაზიაში, უცებ წასახემსებელს ედებ და ხედავ დიდ წარწერებს, მაღალი პროტეინი, მაღალი ბოჭკო, 33% დამატებული შაქრების გარეშე და შენს დარწმუნებული ხარ, უკვე არჩევანი გააკეთე და ეს ბარით ისე გიყურებს, თითქოს ხვალ შენ მაგირად უკვე ნაყიდი აქვს სპორტდარბაზის აბონემენტი და ვარჯიშს დაიწყებს. მე როგორც პერსონალიზებული ნუტრიოლოგიის ერთ-ერთი მაგისტრი ჩვენ ქვეყანაში დღეს ელემენტარულ დონეზე ჩაგიშლი ამ პროტეინ ბარების შემადგენლობას და ბოლოს 6 ყველაზე მარტივად ხელმისაწვდომ პროტეინ ბარებს ქართულ მაღაზიებში დაგილაგებ რანკინგის მიხედვით. პროდუქტს რომ პროტეინ ბარი ქვია, ეს თავისთავად არც იმას გეუბნება, რამდენ ცილას მიიღებ და არც იმას გეუბნება, ამ ცილის მიღებისას კალორიების შემოგეჭარბება თუ არ შემოგეჭარბება. იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ნებისმიერი ორცხობილად ჩავდო შეფუთვაში ზემოდან გირი მივახატო და მაღალი ცილის შესახედაობა მქონდეს. რეალურად როცა მაღალ ცილას უყურებ, უნდა იცოდე რას ნიშნავს high protein. ეს არის კატეგორიის სახელი, რომელიც თავის თავში გულისხმობს, რომ ყოველ 100 კალორიაში მინიმუმ 20% და მეტი უნდა მოდიოდეს კალორიების ცილისგან. პროდუქტს როცა აწერია ამავდროულად მაღალი ბოჭკო, ეს გეუბნება რომ 100 გრამ პროდუქტში 6 გრამი ბოჭკო უნდა იყოს, ან 100 კალორიაში 3 გრამი მაინც და როცა პროდუქტს აწერია შაქრების გარეშე, ნიშნავს რომ 100 გრამში 0.5 გრამზე ნაკლები შაქარი უნდა იყოს. საერთოდ სხვა რამეა დამატებული შაქრების გარეშე და ეხლა რაც მოგიყევი, თავით ვაგიფეთქ და იცოდე რომ ეს არის ბაზისი პროდუქტის ეტიკეტის საკითხვის, რომ დიდმა წარწერებმა და გარეგანმა შეფუთვებმა მარტივად არ მოგატყუა. სწორედ ამიტომ აკადემიაში ვატარებთ საკვები ეტიკეტის კითხვის workshops, რომელიც ტარდება ხოლმე თვეში ერთხელ, დაგიტოვებ ლინკს აღწერაში, გადმოდი, ან ეს QR კოდი დაასკანერე, ინფორმაცია შეგინდა გვხვდება და დაინტერესებულ ადამიანებს იქ შეხვდებით. ეხლა გავაგრძელოთ. როცა რეალურად მაღალ პროტეინიან დესერტს ყიდულობ, ან ბარს ყიდულობ, მე რაც მაინტერესებს ორი ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, რაც ვაკვირდები, არის რამდენი ცილა აქვს 100 გრამზე და ამასობაში 100 კალორიაში რამდენ ცილას მაძლევს. იმიტომ რომ რეალურად დავსვა კითხვა, მე ამ პროტეინ ბარს ყიდულობ ცილის შესავსებლად, თუ ვყიდულობ დაბალკალორიულ დესერტს, რომელიც უფრო მეტად ჯდება ჩემი მიზნების მიღწევის გზაზე. ხო და მოდი ახლა ესეთი ტესტი ჩავუტაროთ 4 ყველაზე მარტივ ბარს და მერე 2 ბარი დავიტოვოთ, სადაც ცოტა მარკეტინგული ხრიკებიც გველდება. ჩვენი პირველი ექსპონენტია Go On Nutrition-ის 33%-იანი პროტეინ ბარი. პირველი რაც მე დააკვირდე, არის ის რომ რიცხვები ყოველთვის ცილის გრამაჟობას არ ნიშნავს. 33% ნიშნავს რომ ამ ბარის კალორიების 33% ცილიდან მოდის და ეტიკეტსაც ჩავხედავთ, ნამდვილად 50 გრამიან ბარში დაახლოებით 193 კალორიაა, 16.5 გრამი ცილა და 100 გრამ პროდუქტში ნამდვილად 23 გრამი ცილა, რომელიც წინ კალორიების დაახლოებით 23-24%-ია, ამიტომ რეალურად ეს პროტეინ ბარი თავის დანაპირებს ეტიკეტში ასრულებს. ამასობაში 100 კალორიაზე დაახლოებით 9 გრამი ცილა გამოდის. ოღონდ დააკვირდი რომ ინგრედიენტებში დამატებულად მალტიტოლია გამოყენებული, რომელიც ნიშნავს დამატებული შაქრების გარეშე ეტიკეტს. თუმცა მალტიტოლი, რომელიც არის შაქრის ალკოჰოლი, ანუ ოლიოლი, მას აქვს გლიკემიური ინდექსი. დაახლოებით 35-40. გლუკოზას თუ შევადარებთ, რომელსაც 100 აქვს. რაც ნიშნავს იმას, რომ დაპირება, რომ მას არ აქვს დამატებული შაქრები, ნამდვილია, თუმცა მოლოდინი, რომ ამ პროტეინ ბარისგან 0 გრამი აიწევს სისხლში გლუკოზა, არასწორია. ამავე ბარში დაახლოებით 1.3 გრამი შაქარი და 6.5 გრამი ბოჭკოა. ანუ რეალურად შაქარი დაბალი აქვს, ბოჭკოს რაოდენობა საკმარისად მაღალი აქვს, მაგრამ იცოდე რომ სიტყვა ამ ბარში ჰაერიდან არ მოდის და კიდევ ერთხელ დააკვირდი მალტიტოლს. და როცა მალტიტოლზე და პოლიოლებზე ვსაუბრობთ, უნდა გადავიდეთ მეორე ბარზე, ალინის, ანუ ულინის პროტეინ ბარზე, სადაც დანაპირები მაღალცილოვანი პროტეინის გადაფარულია მასში არსებული 17 გრამი პოლიოლით. ჯერ ეს ერთი პირველად ნახე პროტეინის ბარის ეტიკეტზე, რომელიც კარგია. ეწეროს სიტყვები ჭარბმა გამოყენებამ შეეძლო გამოიწვიოს დიარეული ეფექტი. რომელიც სწორია და კარგია, რომ ეს ოხერი ეტიკეტზე მაინც მიწერია, მათ შორის ქართულ ეტიკეტზეც. თუმცა პროტეინ ბარისგან როგორც წესი არ ველი ამდენ ოდენობა დამატებული შაქრების ნაცვლად გამოყენებულ პოლიოლებს. პოლიოლები არიან შაქრის ალკოჰოლები, რომელსაც მაგალითად მალტიტოლს აქვს უნარი შენს ნაწლავებში გამოიწვიოს ანთებითი პროცესები, რაც ნიშნავს იმას, რომ ან შებერელობისკენ გადაიხარო, ან მეტიც დიარეისკენ. სწორედ ამიტომ ეხლა რეალურად 17 გრამი პოლიოლი ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ეს პროტეინ ბარი ცუდია ან ჯანმრთელობას ავნებს. ეს არის ინდივიდუალურად საჭმელებო სისტემის ამტანიანობაზე და სენსიტიურობას დამოკიდებული. ამიტომ როცა ამ პროტეინ ბარს შეჭამ და 211 კალორიაში 15 გრამ ცილას მიიღებ,
ამასობაში თითქმის 18 გრამი პოლიოლით პირველი რაც უნდა დააკვირდი არის შენი საჭმელობელ სისტემას. შეიბერე, გესიამოვნა, დაგანაყრა თუ არა, ანუ ავტომატურად ეს არის შენ ცუდია, მაგრამ ამდენი რაოდენობით პოლიოლი მიუხედავად იმისა, რომ no added sugar-ია, ანუ დამატებული შაქრების გარეშეა, მაინც მაძლევს სისხლში როგორც გლუკოზის ნახტომს, ამასობაში შეიძლება შემბეროს და როგორც ნახეთ დიარეული ეფექტიც გამოიწვიოს. ასევე რეალურად გარედან რასაც უნდა დააკვირდე არის ის, რომ აწერია ლამაზად BCAA. ეს არის დატოტვილ-ჯაჭვიანი ამინომჟავები 2.4 გრამიო, თუმცა ეტიკეტში ინგრედიენტების სიაში ცალკე დამატებულ ამინომჟავებს ვერ ვხედავ. ანუ აქ წარმოებულმა რაც გააკეთა, არის უბრალოდ ისედაც ცილა რაც შედიოდა მასში, ერთი ნაწილი ამოიღო და ზემოდან ლამაზ დაგიწერა, იმიტომ რომ BCAA სპორტულ სამყაროში კუნთების საშენ დანამატად აღიქმება, პროტეინ ბარმა ეცადა თავისი შემადგენლობა უფრო კარგად წარმოიჩინა შენთვის, მაგრამ როგორც წესი, ეტიკეტზე როცა BCAA მიწერია, ამასობაში ველოდები რომ ზემოდან დაუმატ ამ წარმოებელმა, რომლის მტკიცებაც ეტიკეტზე არ მაქვს. ამიტომ ეს ბარი 15 გრამი პროტეინით დაახლოებით 211 კალორიას მოგცემს, შაქრები ცოტა აქვს 2.1 გრამი, მაგრამ ჯამური ნახშირწყლები დაახლოებით 20 გრამია. ანუ ამ პროტეინისგან არ უნდა ველოდო, რომ ძალიან ცოტა ნახშირწყალში ძალიან ბევრ ცილას მიიღებს. შემდგომი ბარია უშეს პროტეინ ბარი, რომელიც დაახლოებით 48 გრამიანი ბარია და 242 კალორიაში მოგცემს 12.5 გრამ ცილას, 9.1 გრამ შაქრებს, არადამატებულს, ბუნებრივად ნაპოვნს და 9.6 გრამ ნაჯერ ცხიმს. შედარებისთვის Go-On's პროტეინი 29%-იანი 50 კალორიით ნაკლებს მოგცემს, მაგრამ ამასობაში 4 გრამით მეტ ცილას. ანუ რეალურად ეს ჩემი პროტეინ ბარი 100 კალორიაში ბევრად უფრო ნაკლებს ცილას, მეტ შაქრებს და ამასობაში მეტ ცხოველურ ნაჯერ ცხიმებს მაძლევს, რომელიც ავტომატურად ცუდს არ ნიშნავს, მაგრამ უშეს ბარის განხილვა, როგორც მაღალპროტეინიანი დესერტი უფრო სწორია. მაღალპროტეინიანის ნიშნულს ცდება ძალიან მცირედით, ანუ რეალურად 20%-ზე მეტი კალორიების მოდის ცილისგან უშეს ბარში. თუმცა ამორის გემოც რომ გასინჯოთ, მიხვდებით რომ ერთი მარცხენა უშე უფრო დესერტია და აქეთა უფრო პროტეინ ბარი. ამიტომ პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა რაც ჩვენს უნდა დაუშვა და გულწრფელი უნდა იყო არის ესო ხე რის გამოყიდულო პროტეინ ბარს. გჭირდება ცილის შევსება და თუ ცილის შევსება გჭირდება ესო ხერი რა დარწმუნებული ხარ რომ ცილის ხარისხი ამ პროტეინ ბარებში მაღალია და ამისთვის ერთხელ კი უნდა გასწავლო, როცა გადმოუტრიალებ ეტიკეტს ინგრედიენტების სიაში, პირველი უნდა მეწეროს რძის ცილა. თუ რძის ცილისგან არის ნაშენები ეს პროტეინ ბარი, ბიოშეღწევადობაც მაღალი აქვს, მაგრამ თუ მე არ მაინტერესებს ბიოშეღწევადობა, მხოლოდ ცილის გრამაჟი მაქვს გულის დასამშვიდებლად და ამასობაში ძალიან ტკბილი და გემრიელი დესერტი მინდა, რომელიც შემდგომ 2 საათი სხვა არ ვიცი ტორტის ნაჭერს ჩამინოცვლებდა, ამ შემთხვევაში ოშეც კარგი ჩემპიონია, თუმცა ნუტრიენტული შემადგენლობით სხვა პროტეინ ბარებს ცილის რაოდენობით მაინც ჩამოუვარდება. აი ხა დესერტების ხსენებაზე გადავიდეთ. პროტეინ ბარზე, რომელსაც რეალურად პროტეინ ბარი არ უნდა ერქვას, ეს არის პროტეინ Go-On's crispy პროტეინ ბარი, რომელსაც 232 კალორიაში 10 გრამი ცილა აქვს, 16 გრამი შაქრებით, 15.5 და მხოლოდ 1.2 გრამი ბოჭკო. ანუ ეს რეალურად შაქარი ცილაზე 5.5 გრამით მეტია და კალორიებში ცილის შემცველობა ვერც აღწევს რეალურად მაღალცილოვანის დაპირებას და ამიტომ ალბათ პროტეინის ეს დამასობაში ქართულად წარწერა უკან ცილოვანი ბარი, ბატონი, არაქისის კარაქით არის ერთ-ერთი დარღვევა, რომელიც შეგვიძლია გამოვავლინოთ ეტიკეტირების ნაწილში. პროტეინი მიქმნის განცდას, რომ მაღალცილოვანი ბარია, არა და რეალურად ეს არის ალბათ დესერტი და სხვა დესერტებით რო ავიღოთ მათ შორის, რა ვიცი, ნამცხვარი, რომელშიც სომია გამოყენებული, ცილის რაოდენობა 100 კალორიაში შეიძლება გაუთანებდეს ჩემი თითქოს პროტეინ ბარის კალორიულობას. ამიტომ ახლა დესერტზე თუ საუბრობთ, აქაც არაფერს ვერ ჩე, 232 კალორია არ არის დღედამთავრდა ვაიმე ჯანსაღყოფას გადაუხვია კალორიის რაოდენობა და შეიძლება ჩაითვალოს როგორც ერთ-ერთი სწრაფი დესერტი, ფასიც ნაკლები აქვს, თუმცა თუ შევადარებ ოშეს, ეს უკვე შენი გადასაწყვეტია. თუ ორივეს ავირჩევ როგორც დესერტს, კალორიულობა დაახლოებით ერთნაირი აქვს 240 კალორია, ცილაში ცოტათი ოშეჯობნის, თუმცა მე თუ მკითხავ, დანაყრების დონე აქედან სრულად განსხვავებულია ვიდრე აქედან. და რასაც გავაკეთებ ვიდეოს ბოლოს, ყველაზე ნაკლებად ხარისხიან ექსპონატს, ანუ ჩვენ Go Protein Bars და ყველაზე ხარისხიანს, რომელსაც ცოტა ხანში მოგიყვები.
მივირთმევთ და გლუკოზის უწყვეტი მონიტორით გადავამოწმებ რეალურად რომელმა შეასრულა მაღალცილოვანის დაპირება დაბალი ნახევარწყლების ფონზე. ანუ ამ 4-დან ყველაზე დამაჯერებელ როლს ჯერჯერობით GoOn-ის 33 პროტეინიანი ცილის ბარი ასრულებს. შემდგომ შეგამოვარკვიეთ როგორც პირადად ჩემთვის გემონური დესერტებში უპირატესი და ეს თითქოს პროტეინ ბარი, რომელიც ვერ ასრულებს თავის დანაპირებს და ცილის შემცველობა კალორიებში შაქრთან შედარებით ძალიან დაბალი აქვს. აი ხა რომელ პროტეინ ბარს უნდა გადავიდეთ, არის შედარებით ახალი ქართული ბაზრისთვის და თვალის მომჭრელად მაღალ ცილასთან ერთად ძალიან მაღალ ბოჭკოსაც მპირდება. ბომბარი, რომელიც რეალურად 1 პროტეინ ბარში მპირდება 20 გრამ ცილას და ამასობაში მპირდება 15 ან 20 გრამ ბოჭკოს. კონტექსტისთვის პირველად ეს რომ დავინახე, თვალები ამივიდა შუბლზე, იმიტომ რომ რეალურად ზრდასრული ადამიანის ბოჭკოს საჭიროება დღეში დაახლოებით 28-32 გრამია, უფრო დეტალურად. ყოველ 1000 კალორიაზე 14 გრამი ბოჭკო გჭირდება და ეხლა ბევრი ნუტრიციოლოგია რო გავაგრძელოთ, ერთი ბარი როგორ მაძლევს 75%-ს დღიური საჭიროს ბოჭკოს რაოდენობის. ესო კითხვა რომელიც გამიჩნდა და მე დავიწყოთ კვლევა. ბომბარის მარილიან კარამელს 202 კალორია აქვს 20 გრამი ცილით და ჯერჯერობით ჩამოთვლთაგან ყველაზე მეტ ცილას მაძლევს ყველაზე ცოტა კალორიაში. მაქვს 7 გრამი ცხიმი, 4 გრამი ნახშირწყლები და 20 გრამი ბოჭკო. აი ხა, კალორიებს რო შევხედოთ, 202 კალორიაში 20 გრამი ცილა ყველაზე მაღალია, ამიტომ ესეც გადავამოწმე. თუ დავიწყებთ კალკულაციებს და ვნახავთ, რომ არის 20-ჯერ 4, იმიტომ რომ 1 გრამი ცილა 4 კალორიას გაძლევს დამატებული 4 გრამი ნახშირწყლები, 4-ჯერ 4 და დამატებული 7 გრამი ცხიმები 7-ჯერ 9, იმიტომ რომ 1 გრამი ცხიმი 9 კალორიას გაძლევს. ეს მათემატიკა უკვე შენთვის ეს უნდა იყოს მარტივი, შემარხზული ხანია უყურებ, გამოგვივა ჯამში 159 კალორია. ანუ როგორ გამოვიდა რომ ნუტრიენტული ჯამი 160 კალორიაა და პროტეინ ბარი 202 კალორიას მეფიცება. როგორ გამოვიდა და შენ რასაც არითვლი და არიცი რომ უნდა დათვალო, არის ბოჭკოს კალორიულობა რაციონში. ამ 20 გრამი ბოჭკოდან და 20 გრამი არის იზომალტოოლიგოსაქარიდი, რომელიც წყალში ხსნადი ბოჭკოა სიმინდის სახელმწიფოსგან მიღებული. მას აქვს 2.4 კალორია 1 გრამზე, ნაცვლად ჩვეულებრივი ნახშირწყლისა, სადაც 1 გრამზე 4 კალორია მექნებოდა. ანუ რეალურად ბოჭკოს კალორიები ჩასასვლელია და ამ ბოჭკოს კალორიებთან ერთად უნდა იცოდე, რომ იზომალტოოლიგოსაქარიდი ბევრ კვლევაში თავის თავს როგორც ბოჭკოს ისე არასაღებს. სტრუქტურულად შეგვიძლია ბოჭკო დავარქვა და არ ვიცი, ეტიკეტზე ყველაფერი ნორმაშია, თუმცა მისი გლიკემიური ინდექსი მალტიტოლივით დაახლოებით 15-40-ია და უმრავლესობა სუბიექტში იზომალტოოლიგოსაქარიდი იწვევს სისხლში გლუკოზის მატებას, რომელსაც არაფერს ვერჩი, მაგრამ უნდა იცოდე, რომ აქედან მიღებული ბოჭკო თავის ბოჭკოობას მხოლოდ მცირედ დასრულებს და ამასობაში კალორიების წყაროც არის. მიუხედავად ამისა, ამით არ ვძახი რომ ცუდია და არც ვძახი რომ ძალიან კარგია, მიუხედავად ამისა, ყველაზე დაბალ კალორიაში ყველაზე მეტი ცილა ბომბარს აქვს. ბოჭკოს რაოდენობას ვენდობოდი თუ არა და ვიფიქრებდი რომ არ ვიცი დღეს ბოსტნეულს აღარ შევჭამ, იმიტომ რომ ერთი ბომბარის ბარი მაქვს მიღებული და ბოჭკოში კარგად ვარო, ალბათ არა. იმიტომ რომ ბოჭკოს რეალური სარგებელი ამასობაში წყალში უხსნადი ბოჭკოა, რომელიც წყაროს თხილე უთესლეული, ხილი და მათ შორის ბოსტნეულია. და შიკაბარე, რომელიც ბომბარის მე მგონი შულობილი კომპანია, რომელიც ამასობაში მაღალ ბოჭკოს მპირდება 21 გრამს 60 გრამიან ბატონში 25% პროტეინით. მეგობრებო, დააკვირდით ძალიან საინტერესო რაღაცას. მომხმარებელი პროტეინის რაოდენობას ერთულუფაზე ელის დაახლოებით 20, 21, 27 გრამს და ეს რიცხვები არის ძალიან სენსიტიური. როცა ბარმა იცის რომ 25 გრამი პროტეინი მასში არ არის, 25%-ს დაგიწერს. მაშინ როცა რეალურად მთლიანი ბარი მოგცემს დაახლოებით 15 გრამ ცილას. თუმცა 25%-მა შეიძლება დაგაბნიოს და იფიქრო რომ უი, ეს და ეს ბომბარი ერთნაირი ცილის წყაროა და უფრო მეც მაძლევს შიკაბარი. პროცენტი და გრამი ძალიან კარგად წამოიკითხე ეტიკეტზე, იმიტომ რომ გვიყვარს მაღალი რიცხვებით პროცენტებსა და გრამებს შორის მომხმარებლის შემთხვევით ან ძალით შეცდომაში შეყვანა. და ყველაზე მთავარი ნიუანსი, რომელსაც საქართველოში შემოტანილ პროდუქტებში ძალიან ხშირად შევხვდებით, ეს არის ქართულ ეტიკეტს და წარმოებლის ეტიკეტს შორის განსხვავება. ქართულ ეტიკეტზე თუ შევხედავთ, მასში ცილა 18 გრამია და ამასობაში არის 200 კალორია. ხოლო უცხოურ ეტიკეტზე 15 გრამი ცილა და 233 კალორია. თითქოს საქართველოში შემოსვლისას საბაჟოზე ვიღაცამ 3 გრამი ცილა მიამატა და 33 კალორია გამოაკლო. რეალურად ამ დროს სადაც ვაკეთებ, ვფიქრობ რომ ქართული ეტიკეტის თარგმნისას ვიღაცას კლავიატურაზე რიცხვები აერია ან Google Translate-მა გაჭედა და ვენდობი იმ ეტიკეტს, რომელიც წარმოებელს აქვს მითითებული, თუ მოახერხია ქართული წარწერის ერთ დახევა. ამიტომ ახლა რეალურად ეს განზრახ ჩადენილი შეცდომა არ არის, რომ დაბალ კალორიაში მეტი ცილა მომწეს, თუმცა
პრობლემურია მომხმარებლის თვალსაზრისით. აი ხა ეს 6-ვე ბარი რომ ერთმანეთს შევადარო, გამოვა რომ 100 კალორიაში ცილის ყველაზე მაღალი შემცველობით პირველ ადგილზე დგას ბომბარის პროდუქცია. ამის შემდგომ Go On Nutrition-ის 33%-იანი ბარი, დაახლოებით 9 გრამით ცილით 100 კალორიაში, All-in-ი 7.11 გრამით ცილით, ოღონდ ამაზე ბევრად მეტი ოლიოლით. ჩიკაბარი დაახლოებით 6.5 გრამით ცილით, ოშე 5 გრამით ცილით 100 კალორიაზე და Go On პროტეინ ბარი 4.3 გრამით ცილით. ცილის შემცველობით პროტეინ ბარის არჩევა იგივეა, მანქანის ყიდვა გინდოდეს და მხოლოდ ცხენის ძალა გამოკითხო პატრონს. ინტერიერი გაინტერესებს, რამდენად კომფორტულია გაინტერესებს და ეს რო პროტეინ ბარებში გადმოვთარგმნოთ, გაინტერესებს გემრიელია თუ არა, დაგანაყრებს თუ არა, რეალურად დაპირებულ ცხენის ძალას შეასრულებს თუ არა, გზატკეცილზე, ანუ სისხლში გლუკოზასთან მიმართებით, რამდენად კარგად იმოქმედებს მისი დაბალი ნახრწლები. რეალურად პროტეინ ბარების არჩევისას შენ თავთან იყავი გულწრფელი, არ ეცადო ბოჭკოს და ცილის დიდი ნაწილის შევსებას ესეთი დანამატებით, თუმცა ქართულ ბაზარზე რაც უფრო მეტი მსგავსი კონკურენტი გამოჩნდა, მით უფრო უკეთესი. მათი ნუტრიენტული შემადგენლობა ადგილზე ვერ მივა იმ ნუტრიენტულ შემადგენლობასთან, რაც უცხოეთში მინახავს, გამისინჯავს, სუპერ გემრიელია, ამიტომ კიდევ უფრო ბევრი მსგავსი ალტერნატივა ბაზარზე იქნება იმის წყარო, რომ მაღალცილოვანი პროდუქტები, ან პროდუქტები, სადაც მაღალია ნუტრიენტული ღირებულება და დაბალია კალორიული ღირებულება, შემოვიდეს და ჩვენი ენერგეტიკული ბალანსიც რაღაც სასიკეთოდ მივმართოთ. თორემ თურქეთს გადაუსწრებს ცოტა ხანში და ვიქნებით ევროპაში პირველები ჭარბწონიანობის და სიმსუქნის სტატისტიკით. აი ახლა რასაც გავაკეთებ, ყველაზე კარგი ჩემპიონი, ბომბარი და ყველაზე ნაკლები მაღალცილოვანი ალტერნატივა Go On-ის პროტეინ კრისპი ორივეს მივირთმევ და განახებ სისხლში გლუკოზის მოცვლაზე, როგორც ეფექტს იქონიებს. აბა ახლა ვნახოთ ჩვენი შედეგები. პირველი ბომბარის პროტეინ ბარი მივირთვით დილით ხემსად უსმოთ ვარჯიშის შემდგომ. რასაც ნახულობთ ახლა ეკრანზე არის მიღების დრო, როცა 96 მგ დეცილიტრში იყო სისხლში გლუკოზა. უკვე აქ ნავარჯიშები ვარ და ეს დილის უზმოს სპაიკი პატარა ნახტომი აქედან არის გამოწვეული ვარჯიშის მერე გამოთავისუფლება ხდება სისხლში გლუკოზის და 98-მდე ავიდა დაახლოებით 40 წუთში. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩემმა გლუკოზამ თითქმის ვერ იგრძნო პროტეინ ბარი. ან თუ იგრძნო ამასობაში ვარჯიშის შემდგომ გაზრდილმა გლუკოზის აფთეიქმა კუნთების მიერ დააბალანსა. თუმცა თითქმის არანაირი განსხვავება არ მაქვს, მაშინ როცა სანაცვლოდ Go On-ის პროტეინ კრისპი ბარზე აქაც უზმოდ მაქვს მიღებული 86 მგ დეცილიტრიდან ახტა 126-მდე. განსხვავება დიდია ამ ორ პროტეინ ბარის გლუკოზის პასუხთან შედარებით და მთავარი მიზეზი არის ცოტა ნაკლები პროტეინი, უბრალოდ ბევრად ნაკლები ცილა და უფრო მეტად კიდე ბევრი ნახრწლები, დაახლოებით 50 გრამი ნახრწლები მომცა და 17 გრამი შაქრები ამ Go პროტეინის კრისპი ბარმა, რომელიც თქვით რომ დესერტი უფრო მეტად არის. კატასტროფა არაფერია, 126-მდე სისხლში ასული გლუკოზა ბანანმა შეიძლება მომცეს, უბრალოდ ბანანს მაღალცილოვან პროტეინად არც აღუქვამი, სადაც 126-მდე ნახტომი არ არის აშში, ამასობაში მინდა ისედაც რომ სისხლში გლუკოზის ნახტომები კაცრად ინდივიდუალურია და მე არ მეშინია სისხლში გლუკოზის ნახტომის, უბრალოდ მინდა რომ ასვლის მერე ძალიან მალევე დაუბრუნდეს საწყის წერტილს, რომელზეც მოიქცა, თუმცა იმის გასარკვევად ეს ორი პროტეინ ბარი როგორ იმოქმედებდა ჩემი სისხლის გლუკოზის ნორმაზე და მიუხედავად იმისა, რომ პირველ ბარს, ბომბარს იზომალტოლიგოსაქარიდი აქვს, რომელსაც აქვს გლიკემიური ინდექსი ვარჯიშის ფონზე. სისხლის გლუკოზა თითქმის არ აწია. სანაცვლოდ ბევრმა ნახრწლმა თავის შედეგი გამოიღო, მიუხედავად იმისა, რომ 126 არც მაშინებს და ამის გამო არ შეურაცხავ ჯოჯოხეთისკენ ამ ბარს, თუმცა მოცემულობა პროტეინ ბარისგან რასაც ველი, რომ დაბალი ნახრწლები, დაბალ კალორიაში მეტი დანაყრება არ შეასრულა გემოსაც რო გავსინჯავ, მიხვდები რომ კარგი ესეთი მწვანე ფერში შეფუთული კინდერია.